გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. შვეიცარიაში 5 დღიანი გლოვა გამოცხადდა. სათხილამურო კურორტზე აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა. სულ მცირე 115 კი დაშავდა, რამდენიმე დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა იდენტიფიცირებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. დაშავებულები ძალიან ახალგაზრდები არიან, 15-დან 25 წლამდე ასაკის, მათ შორის არიან ტურისტებიც. შვეიცარიელ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველო თქვენს გვერდითაა, დაწერა მიხეილ ყაბელაშვილმა სოციალურ ქსელში. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. დეტალურ ინფორმაციას Prime Time-ის გვერდზე გაეცნობით. პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია 1968 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისსა და შიდა ქართლში სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს ეწვია და მორიგ თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა. პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ დროისთვის სულ ეს იყო. შეხვედრამდე.